Გუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 დემონსტრანტის პროცესი გრძელდება უკვე 4 საათია. დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტ ჰაპიდოსკოპი. ნინო ბორაშვილის ინფორმაციით ჩატარდა გამოძიების მიერ წარდგენილი დისკების კვლევა, ვიდეოებში ასახული პირები ბრალდებულები ვალერი თეთრაშვილი, რევაზ კიკნაძე და რუსლან სივაკოვი აღმოჩნდნენ. ადვოკატები კი მასალის მონტაჟზე მიუთითებენ, მათ ასევე მოითხოვეს პროცესის სატელევიზიო გადაღება. მოსამართლემ განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის საბჭო. ანდრო ჭიჭინაძემ ხელისუფლება რეპრესიებში ოცნების მაღალჩინოსნები კი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაში დაადანაშაულა. განცხადება ონისე ცხადაძემაც გააკეთა და თქვა, რომ მამის გარდაცვალება მის დაკავებაზე ნერვიულობას უკავშირდება. მან გააკრიტიკა მოსამართლემ. დღესვე საზოგადოებრივმა ადვოკატმა ირაკლი ბენიამ განაცხადა, რომ გაძევებული ბრალდებულის რევაზ კიკნაძის ინტერესებს ვერ დაიცავდა ეფექტურად, რადგან არც საქმის მასალებს იცნობს და არც ბრალდებულის თანხმობა აქვს. თუმცა პროცესზე მოსამართლემ ის მაინც დატოვა. ვერ დადასტურდა წერილობით, რომ ამ ვიდეოზე არ არის მონტაჟის კვალი და მეორე დადასტურდა ექსპერტის მიერ, რომ ის პოლიციელები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ყარსაგნებს ისროდნენ, ეს არის სიცრუე და რატო? ექსპერტმა თქვა, რომ შეუძლებელია მით უმეტეს შეიარაღებული თვალითაც კი განსაზღვრო, რომელიმე საგანი არის მყარი და შეუძლია თუ არა ვინმეს დაზიანება. ამიტომ პოლიციელების ჩვენება ის ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც არსებობდა აქამდე, რომ თითქოს საგნები იყო მყარი, ეს გააბათილა კონკრეტულმა ექსპერტმა, იმიტომ რომ თავად მასაც კი არ შეუძლია, რომ ამასთან დაკავშირებით გააკეთოს დასკვნა, არათუ ჩვეულებრივ გამომძიებას შეუიარაღებელი თვალით. ამიტომ გამომძიებლების ჩვენებები არის მიკერძოებული, სუბიექტური და არ ასახავს რეალობას. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი და თუ კი ეს არის საქმის განხილველი მოსამართლე, იგი ვალდებულია გაარკვიოს და მოიკვლიოს საკითხი ტექნიკურად თბილისის საქალაქო სასამართლო უზრუნველყოფს თუ არა და უზრუნველყოფილი არის თუ არა და სურვილი აქვს თუ არა როგორც მინიმუმ იმ პროცესის გაშუქებისა, რომელიც სარგებლობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ. შესაბამისად, ვერ გვპასუხობს მოსამართლე ამ კითხვაზე და ბუნებრივია ჩვენთვის გაუგებარია ზოგადად მოსამართლე როგორ განმარტავს კანონს და როგორ აღასრულებს კანონს, როცა კანონში მითითებული არის სიტყვა სასამართლო, მაგრამ ჩვენ ვერ უგებულობთ ვის მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიცით ჩვენც კანონის კითხვა. თუმცა პასუხი არ ვიცით